მარტო ბოსტნეულები აქვს სახში, ხო? ერთი-ორი ბანანია. ქვილი აშკარად ხედავ ძალიან ბევრი იპოვე შენ. კარტოფილი, სოკო, ლიმონი, ცოტა პომიდორი და ერთი საინტერესო ტარხუნა, ხო, ტარხუნა ვიპოვეთ, ეგ ძალიან კარგი სეზონშია. და სამარხო კარაქიც გქონდა. და სამარხო კარაქი. მე კი ჩემთვის საინტერესო რაღაცა ვიპოვე, გახეხილი ქოქოსი. ნუ კარგი სუნია. ძალიან მეტად ხოდაშორის კარგი არჩევანი გავაკეთეთ, სწორად აიჩიეს და კიდევ შოკოლადის პივა. ახლა 5-ნი არიან, ახლა 7-ნი არიან ჯამში, დედა და მშობლებთან ერთად. კარტოფილი მინდა ღუმელში გამოვაცხო. შიგთავსი ამოუღოთ და კარაქი ჩავარო და რაც ბოსტნეული მინდა შევწვათ კიდევ ზემოთ. რაღაც სამარხო ისეთი იყო, თან ესთეტიური რო იყოს, რომ ამაზად რო გამოჩნდეს. მეც ახლა გეტყვი რა მოვიფიქრე, რადგანაც ბავშვებს საერთოდ უყვართ პელმენები. მე ვიფიქრე რომ ცოტათი სხვა ფორმით, ანუ რავიოლი, მოდი ესე მივაწოდოთ, ხო? რაც უფრო საინტერესო იქნება, ცოტათი სხვა ფორმით შევახვიოთ, რომ თვითონაც გახალისდნენ, რაც თავარია, იქნება სამარხო. სოკოთი გინდა ხო? კი, რა თქმა უნდა, სოკო, შეიძლება ტარხუნაც დავუმატო. რაღაცას შეიძლება ყაბაყიც ვიხმარო, ხახვი ნიორი და მორჩაში პიუპილი მარილი. დესერტი, მე ვფიქრობ, რომ გავაკეთო ბლინები, ანუ კრეპები, როგორც ეძახება და ესა ძალიან გემრიელი ბანანები გვაქვს და ზემოდე შეგვიძლია ესე ამაზად მოვასხათ შოკოლადის სამარხო, ხო? კი, დავიწყოთ. გეჭიდავება, ხო? ხო, ცოტა. 1, 2 და 3. საო. ჩემი ყაბაყი შეიწვა თავისი სოკოთი და სიყვარულით, რავიოლის შიგთავსი. ანუ ეს მზად არის, შენ ნამდვილად ხვდები, რომ მზად არის. კი, დავიწყო უკვე ნამდვილად. მე ხა კარტოფილის შიგთავს ვამზადე. არის პომიდორი, რაც ვიპოვეთ კიდევ ერთ. პომიდორი ბულგარული ცაკა, ხახვი ნიორი. კიდევ. ხო. ცოტა გადმოდგა, რომ ეს გავიყო, ანუ ბოლო. My feet, the coldest calm falls through the molten veins, cooling. და დაველოდოთ ახლა ამის შეწყვას დაახლოებით 5-7 წუთი უნდა. როგორც კი ფერს შეიცვლის, როგორც კი უკვე სუნელი იქნება სამზარეულოში ნიორის და ბულგარული ციცაკის, მაშინ უკვე თუხთუხის დროს უკვე დავამატებთ პომიდორს. ქართული რავიოლიც მზად არის თან, ამას ამოვიღებ. არც დაიშალა.
ხო რა ნუ ეს თქვენ თვითონ გადათარგმნეთ როგორ გიგითად ხო აქ დავარდნოთ თან ამ შავი პილპილიც ხო ან წითელი პილპილი თუნდაც მეტი არაფერი აღარ ხომ ხატელებად გადაიწერა მორჩა ესე იგი ვახო ჩვენი საქმიანობა ამ სამზარეულოში მე მგონი ძალიან კარგად გავართვით თავი არა მეც არ ველოდი თუ ესეთი მრავალფეროვანი აღმოჩნდებოდა თვითონ სამარხო მენიუ რაღაცა თვითონაც აი კეთების დროს მოვიდა რაღაცა საინტერესო იდეები და ძალიან მოყოლია ხო და რეაქციები და ნახოთ ჩვენ დაგემშვიდობებით ახლა გემრიელად მიირთვით დაიმახსოვრეთ ჩვენი რჩევები და გავიხსენეთ ხოლმე ეს იგი წიგნის საშუალებით ძალიან დიდი მადლობა ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა ეს დღეები ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ და იმედია გამოვიყენებთ ფაცი პრაქტიკაში და ისე აღარ შეყნირებით შევზე ბავშვები როგორც აკავით ყველაზე მეტად მომეწონა აი